უეჭველი ქართველია. საქართველოდან წამოსulis მიზეზი არის ყველაზე მნიშვნელოვანი სათქმელი ჩემთვის. ამერიკაში რო ვერ შემოგეღწია მექსიკის გზით, ეხლა სად იქნებოდი და რას გააკეთებდი? არავინ არაფერს პირში არავის არ ტენის. კარგი პორნოვარსკვლავი იქნებოდი. ეხლა ჩემი ტვინი პირდაპირ იმას მეუბნება, რომ გიპასუხო კი. სანამ მექსიკით წამოხვიდოდი, მექსიკაზე მხოლოდ სერიალებიდან ქონდა გაგონილი. აი ეს მუსიკა. ფანტაზიური ხარ? ვაკეთებ ავეჯის გადაზიდვის სერვისს. 25, 60. ვერ დავკაცდი ასე ვთქვათ ჩვენ ქვეყანაში. დიდების მოყარე ხარ თუ ქვეყნის სახელზე ფიქრობ? იმიტაციას ვაკეთებდი, რომ დიდარი ტიპი ვარ. შენზე თუ გაგიგია, რომ აი აფრესო. როგორც იქნება ვისწავლებ გიზელი ცხოვრება, გავურბოდი რეალობას. უცხო პლანეტელების გჯერა? მე თვითონ ვარ საკუთარი თავისთვის სასწაული. რატო არის ხოლმე სხვა ქვეყანაში წასვლა ზოგჯერ საჭირო, რომ აი ეს გააცნობიეროს ადამიანმა? ყველაფერი აქ ხდება. იქნებ თეთრზე თეთრია ხოლმე და შენ გონია რომ შავია. მე რაღაცა ძალიან დიდი ხანია კარგად ხარ. ხო ხტე რომ არ გავიწყდება და გავიწყე. მოძალადე თუ ყოფილხარ როდისმე? თუ კი რამე შეიძლება ნაგავი მოგიფიქრდეს ეხა თავში, ყველაფერი ვიყავ. ცხოვრებამ რა მთავარი ტრამვა მოგაყენა? ჩვენ შორის ასაკი არის ძალიან დიდი, 15 წლის უფროსია ჩემზე. რა სახის ფსიქიკური პრობლემები გქონდა? ცნობიერ შევახვედრე და დავამეგობრე ერთმანეთს. სიმდიდრე თუ სახელი? მაგრამ არსებობს მაგრამ ვაპირებ ისეთი რაღაცების გაკეთებას, რაც არასოდეს არ მithვია. ღმერთო გთხოვ. მივიღე ის აზრი, რომ ცხოვრება არის სულ ერთი წამი. როგორი მეგობრები გყავს აი რა წრეში ტრიალებ ნიუ-იორკში? უპრინციპო ადამიანი ვიყავი ძალიან. ხდალი რაში ხარ? ძალიან გაბრაზებული ვიყავი დიდი ხნის მანძილზე ღმერთზე. ქონია განსარო ბედნიერება აგვიანებს შენს ცხოვრებაში? არც მაგას არ უშინდები, რა თქმა უნდა, როგორც ქართველი. ძალიან ბევრი ვიყავ, რომ უეჭველი ქართველია. და იქ ძალიან მოვასწრე.